მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენი ტრადიციული გაშლა ვნახოთ. დავდოთ აქ ყურუმიც იყოს აქ სადმე. ხო. ვნახოთ ახლა ჩვენ მომდევნო კვირის პროგნოზი. ვნახოთ რა ენერგიებში იმყოფებით ახლა. რა ენერგიებში უნდა შეხვიდეთ, ესეც ვნახოთ. ახლა აბა ვისთვის იქნება დღევანდელი გაშლა, ვნახოთ. Так, რა ენერგიებში შეხვალთ. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, ხო? Так, აბა ვნახოთ ჩვენ. და ჩვენი სამი საყვარელი თემა, ხო? აუცილებელი თემა, ისე რაღაცნაირად დავდებ, რომ ჩანდეს რა ისე. აბა ვნახოთ, ეხლა პირველი თემა ჩვენი არის, რა თქმა უნდა, არის ჩვენი საქმიანობა, ხო? ანუ საქმიანობაში რა გველოდება? ვნახოთ, მომდევნო კვირის განმავლობაში ბოლო კვირა არის და აქ ახლა ნახეთ რა ხდება. აქ რა ხდება? აქ რაღაცა ნერვიულობა გაქვთ ვიღაცას? ვნახოთ, აბა რა გაქვთ სამსახურის თემებზე? ბიზნესი ზოგ სწავლა, ვნახოთ ვისთან რა ამოვა. ვნახოთ, თქვენი დაიჭირათ მერე. ფინანსებიც განვიხილოთ ახლა ჩვენ. ფინანსური მდგომარეობა რა მოდის თქვენთან? რა იქნება კარგი და სასიამოვნო, ხო? და რა თქმა უნდა პირადი ცხოვრებაც განვიხილოთ. ვნახოთ ახლა ჩვენ აი ეს ვარდი დღეს დაგახვედრეთ, რომ მაჩუკას ასეთი ულამაზესი უკეთ და აბა ვნახოთ ჩვენ სასიყვარულო თემებში რა იქნება. ახ მოდის ორი დაჟე, ვნახოთ აბა. კარგით, დავიწყოთ ახლა ჩვენ. სულ რაღაცა რა დაძაბულებები გაქვს, რაღაცა მარტო. კარგით. так, ვნახოთ პირველი ახლა. ანუ რა ენერგიებში იმყოფებით, ну, პრინციპში უკვე ძალიან კარგი ენერგიები სხვათა შორის რა. ეხლა აქ არის სიტუაცია, როცა თქვენ ახლა რაღაცა ძველ პროგრამებს ამუშავებთ, შეიძლება გამოდიხართ რაღაცა სიტუაციიდან, რომელიც იყო გაუგებარი. სიტუაცია როგორ არის აქ, იცით, როცა ადამიანი უკვე ხდება, რომ ასეთ ქაოსურ სიტუაციაში ყოფნა არ მინდა, არ მაწყობს, უკვე უნდა დავასრულო რამე რაღაცა უკვე რაც დავამუშავე, ასე რომ ვთქვათ და მივდივარ უკვე ახალ გზას ვუყურებ, გამიგეთ? იმიტომ რომ ну, პრინციპში არ უნდა გაგვიკვირდეს, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ხო ვიცით, რომ ყველა გაშლაში მაგაზე ვლაპარაკობ, რომ არის ესეთი პერიოდები, აი გადასასვლელი რო იტყვიან რა, ეს პერიოდები, როცა ყველაფერი იცვლება აბსოლუტურად, ხო? დედამიწაზე თქვენს, რა თქმა უნდა, რაღაცა გაკვეთილებს აკამთავრებ და უკვე ხვდებით, რომ აი სულ აი ასეთ სიტუაციაში, ну, ძნელია, იმიტომ რომ ნახეთ, ვინც ეწინააღმდეგება, ვინც იძახის, რომ თქვა, არა რაღაცა სისულელია, სად უნდა გადავიდე, ან ძველი პროგრამები ცხოვრობს, არ საპირებს არაფერს ახალს, ხო? აი ასეთ ადამიანებისთვის იქნება ძალიან ესეთი შტორმივით რა. სულ რაღაცა ქაოსი და სანამ არ დაიღლება. და როცა უკვე დაიღლება, ყველა ვარიანტში ну, მოინდომებს რა, ასე რომ ვთქვათ, გამოსვლას ამ სიტუაციებიდან და აქ უკვე ადამიანი ძალიან კარგად ხვდება, რომ ასე შეუძლებელია ესეთ მეხუთე ენერგია, ეს არის გადამრთებული, აი უკვე გარდატეხვის პერიოდია ყოველთვის და ამიტომ აქ ადამიანი ძალიან კარგად ხვდება, რომ უკვე ფიქრობს, იცის, რომ უნდა წავიდე სადღაც მივყავარ ახალ რაღაცებში, ახალ გზაზე მივყავარ. ну, ვნახოთ აბა მაშინ ამ კვირაში რა ენერგიები. ну, აი ნახეთ, ზუსტად ეს პერიოდი არის ძალიან კარგი. აქ თქვენ მართლა რაღაც პერიოდი დაამთავრეთ, შეიძლება მარტოდ იყავით, დაუშვოთ, ხო? შეიძლება ბევრს ფიქრობდით, რაღაცა შეიძლება ზოგმა ისწავლა და დაასრულეთ თქვენ ეს სწავლა და ეხლა ის რაც თქვენ მოგწონდათ, რაც თქვენმა სულმა მოითხოვა, თქვათ, ხო? ისწავლეთ აქ ჩემი მოსწავლეებისთვის, რა თქმა უნდა, იქნება, იმიტომ რომ ეხლა ერთ-ერთი კურსი დავამთავრეთ ეხლა ჩვენ კლასიკაზე, სულ მალე ახალი კურსი იქნება, ანუ აქ ახალი ნაკადი უკაცრავად. და ანუ ეს ყველა ვარიანტში ნამდვილად უკვე ჩემი განდეკერი და ჩემი კურუმი ქალები უკვე გამოვიდნენ და უკვე დაიწყებენ ალბათ კი არა, უბრალოდ მუშაობას, ხო? აი შეიძლება თქვენ ან
დაუშვათ თუ იყავით რაღაც ისეთ სიტუაციაში, აი დაუშვათ თქვენ ახლა გაქვთ რამე ცოდნა, მაგრამ ვერ გადიოდეთ თქვათ ახლა ანუ თუნდაც ონლაინ ხო შეიძლება დაიწყოთ რაღაცა ისწავლეთ და ფიქრობთ რომ უნდა გავიდე ბოლოს და ბოლოს, ანუ აგაც ნახეთ უკვე ხვდებით თქვენ რომ უკვე არ შეიძლება არა გამოჩენა. მithumetes ახლა თუ თქვენ ახლა ხო იცით როგორ იცვლება თუ გინდა რომ შენზე გაიგონ ადამიანებმა ხო იმედენი საშუალება არის. ახლა და შეგიძლიათ უკვე გახვიდეთ რა. ანუ ონლაინ ადამიანებს გააგებინოთ რომ თქვენ არსებობთ, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც აქ რაღაცა ცოდნა, ხო, და ეს ცოდნა არის, აი ნამდვილად ვიღაცა სხვათა შორის აქ ბოლოს და ბოლოს დარწმუნდება იმაში, რომ ნამდვილად ჩემში დევს ძალიან დიდი საკრალური ცოდნა, მაგას ვგრძნობ გულით და სულით და უკვე ბოლოს და ბოლოს დავიწყებ თქვათ ან სწავლას, ან დაუშვოთ ახლა გაცემას, ესეც შეიძლება იყოს. ნუ ნახოთ კიდე სფეროების მიხედვით. ახლა სამსახური ხო, საქმიანობა. ხო ხედავთ, აი როგორი ტრანსფორმაციები არის. აქ თქვენ რაღაცას პასუხს ნახავთ, იმიტომ რომ შეიძლება აი აქ სიტუაცია რომ არის, ზოგისთვის ნახავთ როგორი პერიოდი შეიძლება იყოს. აი რაღაცა დავამთავრე, აი ვგრძნობ რომ რაღაცა აი ვერა ვარ ჩემ ჯამში რა, რაღაცა აი მინდა რომ შევცვალო რაღაც, მაგრამ რა შევცვალო ხო? რა გავაკეთო, არ ვიცი, შეიძლება ისეც დაუშვათ მოკიდეთ ხელი იმასაც, მაგრამ ვერა და მაგრამ აი აქ უკვე თქვენ გახართ იმ პერიოდში, რომ всё, აი უკვე ხვდები რომ უნდა რაღაცა დავამთავრო. გამიგეთ? მაგრამ აი აქ უკვე თქვენ გვეუბნებიან რომ ნახეთ სამსახურს რაც ეხება თქვენ ბოლოს და ბოლოს რაღაცა გადაწყვეტილებას მიიღებთ, იმიტომ რომ ნუ აქაც ხუთიანი პრინციპში ამას მსგავსი ენერგია აქვს და ამიტომ იმიტომ რომ ეს არის ხა გონებრივად ხო, აქ ახლა შეიძლება უკვე ფიზიკურადაც რაღაცა აი ძალიან დაღლილი ხართ რა, დაიღალეთ ამდენი ფიქრით. სხვათა შორის შეიძლება სხეულში თუ გაქვთ ახლა რამე ტკივილი ან არასასიამოვნო თქვათ რაღაც შეგრძნებები, იცოდეთ რომ ესეც არის რომ ანუ დედამიწა კი გადავიდა უკვე ხო ახალ ეტაპზე, მაგრამ შეიძლება ნუ სხეულები ჩვენი ახლა ნელ-ნელა ახალ ვიბრაციებზე გადადიან და ამიტომ შეიძლება გქონდეთ რამე ისეთი არასასიამოვნო შეგრძნება სხეულში და არ შეგეშინდეთ ამისი. აქ სამსახურში დასტაბილურდება სიტუაცია, შეიცვლება, რაზეც თქვენ ნერვიულობდით, რაზეც თქვენ გქონდათ თქვენი ფიქრები, ეს ყველაფერი აუცილებლად დამთავრდება. კი, დამთავრდება, იმიტომ რომ თქვენ ახლა აი ხო გეუბნებით რაღაცას დიდი ხანიაში, აი აქაც გამდეგი ნახეთ, შეხეთ როგორ მუშაობს, ხო, დღეს და ასτα. აქ კიდე ნახეთ, თქვენ მოერევით რაღაცას, რაზეც ძალიან დიდი ხანი ეწინააღმდეგებოდეთ, ხო გითხარით, ზოგი მართლა სწავლასაც დაამთავრებს, ხო? ნუ უკვე ჩემო გოგოებო, თქვენთვის უკვე 1000%-იანი არის ეს მომენტი და ზოგი პირიქით იტყვის რომ მე მინდა დავიწყო სწავლა, უკვე აღარ შემიძლია ვეწინააღმდეგო, უკვე ვგრძნობ რომ არის სული მაწუხებს და მეუბნება რომ მიდე, ნუ სხვათა შორის როცა შენ ეზოტერიკას თქვათ გინდა რომ ისწავლო სიტყვაზე ხო, რომ ეს საკრალური ცოდნა რაღაცა ღრმა, მithumetes აი ცხრიანები ხო ვინც არიან, ანუ საერთოდ აი შეაჯამეთ თქვენი დაბადების თარიღი მთლიანად თავისი ნუ დღე, თვე და წელი. აი მithumetes ცხრიანი თუ გაქვს, ან 9-ში დაბადებული თქვათ თვეში, დღეში რაღაცა, ნუ მატრიცაში რა თქმა უნდა შეიძლება სხვაგანაც იყოს ეს ცხრიანები, არ აქვს მნიშვნელობა. მაინც აი ეს არის შემაწუხებელი თემა, როგორ იცით, მაინც არ დაგტოვებს რა. რამდენიც არ უნდა ეწინააღმდეგო, რამდენიც არ უნდა იმას საკნა. აქ ნახეთ, თქვენ ეწინააღმდეგებოდეთ, იმიტომ რომ აი ფული არ მაქვს, ან ძვირი, ანუ იცოდეთ რომ ყველაზე მაგარი არის ჩადება შენს ცოდნაში და ძვირი თუ შენ დაუშვათ, ნახეთ კიდე დაემახსოვრეთ, რომ აი თქვა თქვენ გინდათ რამე ისწავლოთ, ხო? და მოგწონთ თქვათ ადამიანი, მოგწონთ თქვათ ეხლა ნუ მასწავლებელი, მოგწონთ თქვათ ეს სასწავლებელი, აი ყველანაირად პირობები მოგწონთ, მაგრამ თქვათ დაუშვოთ თქვენ შეიძლება ნუ თანხა რაღაცა, იფიქრეთ რომ აი რა ძვირია, იცოდეთ რომ ეს იგი თქვენ უნდა ისწავლოთ მანდ და ეს თანხა უნდა გადაიხადოთ თქვენი ცოდნის გახსნისთვის და იმახსოვრო არ აქვს მნიშვნელობა რაზე ისწავლი, შეიძლება მანქანის ტარება სიტყვაზე გინდა ისწავლო და იქ ღირს, ნუ პირობითად ახლა 5 ლარი აქ 10 ლარი, ხო? და ვერც მიაგენეს შეიძლება. ან კი არის, მაგრამ პირობები არა, ან მასწავლებელი არა. ანუ რაღაცა არ არის საშენო, გამიგეთ და აი აქ ნუ ეწინააღმდეგებით. იმიტომ რომ თქვენ როცა სამყარო გაძლევთ, თქვენ აი აქ სამყარო რაღაცას გაძლევთ, გამიგეთ. საერთოდ ყოველთვის ერთი რამეც უნდა დაიმახსოვროთ.
გახსოვოთ, როცა რაღაცა თქვენ გინდათ და თქვენ ეს არის თქვათ აისახა, რომ აი მე მინდა ეს ხო? ესე იგი ეს არის თქვენი, თქვენ ღმერთმა დაგანახა, რომ ეს არის შენი, ეს არის შენი გზა. შენ როცა იწყებ წინააღმდეგობას და იზახე, რომ არა ჩემთვის ძვირიანიშება ზოგი ზავში საზღვარ გარიწავა სასწავლებლად სიტყვაზე, ან ონლაინ სადღაც წახვალთ, ხო? და ანუ იცოდეთ ერთი რაღაცა, რომ ესე იგი რადგან თქვენთან მოვიდა ეს ინფორმაცია, ესე იგი ეს არის თქვენი, ეს უნდა აიღოთ, არ უნდა თქვათ უარი, არა ძალიან ძვირია, არა ჩემთვის, არა მე დრო, არა მაქვს, აი ეგეთი რაღაცები არ გააკეთოთ რა. უბრალოდ თქვით, რომ მე ვიღებ, მე მომწონს, მე მინდა არა, მინდას როცა ვამბობთ, ესე იგი არა გვაქვს, ხო? და ეს სხვა პროგრამები. აი უბრალოდ ვიღებ. უთხარით ღმერთო მადლობა ვიღებ, ხო? იმიტომ რომ აი ყველაფერი მოგწონს, თანხის გარდა დაუშვოთ, ხო? თქვი რომ ვიღებ, აი ნახავთ თქვენ აუცილებლად მოგივათ თანხა იმისთვის, რომ თქვენ მერე ეს ცოდნა მიიღოთ. ეს არის უეჭველი 1000%-იანი შემიძლია გითხრათ, რომ ეს ასე იმუშავებს თქვენთვის რა. ამიტომ არ შეიწინააღმდეგოთ, იმიტომ რომ მაინც ვერა აქ ახლა უკვე სამყარო თვითონ ხო, აი იმიტომ რომ ინანებთ მერე. აი ნახეთ, ინანებ, აი ისევ ნახეთ სწავლაზე. ინანებთ. იმიტომ რომ თუ დაგენანება თქვენთვის, აი თქვათ, ხო, მერე ინანებთ, გამიგეთ? აი ამას გვეუბნებიან, ნუ ეწინააღმდეგები, ფულიც გექნება, მოგივა, ამიტომ მოგინდათ რაღაცა კურსი, რა ვიცი, სკოლა ბავშვისთვის, ნუ რავი, არ აქვს მნიშვნელობა რა. უარს, ნუ ამბობ, ნუ იტყვით უარს, იცოდეთ. კი, აი, ხო გეუბნებით, რომ ყველაფერი, აი გზები გაგეხსნებათ და ფულიც მოგივათ, აუცილებლად არ დეწავა თქვენი. ფული ნახოთ, აბა ახლა ჩვენ ფინანსები. ნუ აქ ნახეთ როგორი კარგი სიტუაცია, თქვენ აუცილებლად, აი ვისაც სწავლა უნდა, ყველა ვარიანტში თქვენ მოგივათ ფული, მთავარია თქვენ უნდა დასტაბილურდეთ თქვენ სურვილში. აგრეთ ღმერთი თქვენსკენ არის. აუცილებლად მაგაზე მოგივათ ფული. აუცილებლად. აი თქვენ თუ რამეს ასწავლით, ხო? ან თუ ვინმეს ასწავლით, ან თუ დაუშვოთ, ახლა თქვენ გინდათ სწავლა, აქ ფული აუცილებლად მაგისთვის მოვა. გამიგეთ? კიდე შეიძლება აქ დაუშვოთ თქვენ ახლა გჭირდებათ ფული რამე, აი ოჯახისთვის, ხო? ყველა ვარიანტში მოვა, რაღაცა თანხები, რა ვიცი, ოჯახში რამისთვის გჭირდებათ, ხო? აუცილებლად მოვა. შეიძლება აქ ვიღაცა დაგეხმარებათ, ან თქვენი მშობელი დაგეხმარებათ, ხო? ან დაუშვოთ ახლა შეიძლება ვიღაცა სხვათა შორის არ გამიკვირდება და მიიღებს მიმკვიდრეობით რამეს რა. აი თქვა, ნუ მოგივათ რაღაცა შეტყობინება, რომ მაგრამ თქვენ აქ დალოცვილი ხართ. აქ ნახეთ, თვით ღმერთი თქვენსკენ არის ყველა ვარიანტში. ღმერთი გეუბნება არ ენერგიულო, კარგად იქნები, სტაბილურად იქნები ყველაფრისთვის, რისთვისაც შენ გჭირდება თანხა, აუცილებლად მოგივა თანხა. აი ნახეთ, აუცილებლად შენ იქნები ძალიან აქ თუ ლოცულობდეთ რამეს, ხო? შეიძლება თქვა ბინა გინდო, აი ბინის ფული დაუშვოთ, ხო? ანუ რაღაცას თხოვდეთ თქვენ, ხო, დაუშვათ და აი აქ არის ის მომენტი, რომ თქვენ ნამდვილად იქნები ძალიან კმაყოფილი, даже შეიძლება ისეთი კმაყოფილი, რომ თქვენ თვითონაც რო არ ელოდებით, გამიგეთ? ისეთი რაღა ნუ აქ ხა მეტი რა ხო? კი ბატონო, აი даже არ გჯეროდათ შეიძლება გამიგეთ, რომ ფიქრობდეთ, რომ არა, ვერა და აი ეგეთი რაღაცა მოვა, საჩუქარი ფული რაღაცა მოვა, რომელიც თქვენ ნამდვილად, აი შეიძლება რაღაც სიტუაციაში მოხდეთ, ხო და მაგალ ლოცულობთ, რომ ღმერთს თხოვდეთ, რომ ღმერთო გეხვეწები რა, დამეხმარა, ან ხვეწნა არა დამიჯერეთ. უნდა ყოველთვის აი როგორი კარგად მუშაობს რა, აი დაუშვათ, როცა შენ ეძახე, რომ ღმერთო მე ვიცი შენ ჩემთან ხარ, ხო? ჩემში ხარ. მოდი მე და შენ ეს გზა ერთად გავიაროთ. აი ხა ეს თანხა გჭირდება, ხო? აი ამ საქმესთვის მოდი ერთად გავიაროთ. აი აქ ზუსტად თქვენ ახლა ნამდვილად აი იქნები დალოცვილი და ნამდვილად თქვენ თვითონ გაგიკვირდებათ, რომ აქ შეიძლება შვილისგან მიიღოთ ფული, შეიძლება ზოგი საყვარელი ადამიანისგან მიიღოთ, შეიძლება ვაფშე ნუ გზავნილი რა ვიცი რაღაცა იქნება, ხო? მაგრამ აი აქ რისიც თქვენ არ გჯეროდა თქვენ ღმერთი დაგანახებს, რომ ლოცვა მუშაობს, რომ შენ რო აღიარა, რომ მე შენთან ვარ, ხო? აი მაშინ უკვე აი ეს კი არა, როცა ლოცვა რო არის, რომ ანუ ღმერთო გეხვეწები, ანუ შენ ვიღაცას ეხვეწები, ხო? ღმერთი ხო ჩვენშია სულ. ანუ შენ უბრალოდ უნდა გაერთიანდე ან შენს ღმერთთან, ხო? ნაწიგრძნო რომ ისე ნაწილი ხარ და შენ ღმერთი აი აქ დაგანახავს, რომ შენი სიტუაცია
გადაიჭრება. შენ ხო არ გჯეროდა, ხო? შენ ხო გეგონა რომ ეს სისულელი რაღაცები, ხო? შეიძლება თქვა რაღაც აფირმაციას აკეთებ, მედიტაციას და გეგონა თუ რაღაც სისულელებს ვაკეთებ, გონერვე არა მაქვს. აი დაინახავთ თქვენ რომ დაგანახებს აქ უფალი თქვენ და თქვენ აი ძალიან დიდი სიძლიერე შემოდის თქვენთან დაინახავთ. რაღაცა პრობლემა, რომელიც თქვენ თუ ვალი გქონდათ, შეიძლება ზოგს დაუბრუნდება ვალი. ან რაღაცა სიტუაცია, რომელიც იყო, აი რაღაცა გადაიჭრება, აქ ძალიან დიდი სიტუაცია, ძალიან მაგარი თემაა, კი? აი ნახეთ როგორი ამხელა ბედნიერება მოდის. მეორე ტუზია. იმდენად ბედნიერი იქნებათ, ესეთი სიძლიერე შემოვა აქ, აი თქვენ გაოცებული იქნებით, აი გაოცებული. Так, ნახეთ, ესე იგი აქ რა ხდება სიყვარულში თქვენთან აქ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ვისთანაც თქვენ ეხლა არაფერი არა გაქვს, შეიძლება თქვენ ეხლა ან დაშორდეს, შეიძლება ყოფილი ქმარი იყოს და ყოფილი ქმარიც გამოჩნდეს თქვენ რაღაცა საუბარს შემოგთავაზებს. ან გეტყოს რომ უნდა ჩამოვიდე, ან გეტყოს რომ მოდი ეს დავასრულოთ, ნუ და ახალი გზა. კიდე ერთი ნახე საჯარო გაშლა. შეიძლება თქვენ გაშორდით ქმარს და აქ გამოჩნდება ვაფშე ვიღაცა სულ ახალი ადამიანი თქვენ ცხოვრებაში. შეიძლება ეგეთი მომენტი იყოს, მაგრამ მე უფრო ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძველი თქვენი რაღაცა, ნუ ან ძველი პარტნიორი, ვისაც გაშორდეთ თქვენ, ან ვისაც არ გქონდა მანძილი გაქვთ შეიძლება ეხლა, ხო? აქ შეიძლება ადამიანთან ანუ გქონდეთ რაღაც მაგის გამოჩენა არის, აი ეხლა პიროვნება ვისთანაც თქვენ არა გაქვთ კონტაქტი, არანაირი კონტაქტი არა გაქვთ, შეიძლება თქვენ დაასრულეთ ამასთან სიტუაციები, მაგრამ აქ იქნება რაღაცა მისი გამოჩენა იქნება, კი? ნუ ხო ადამიანი, აი ხო გითხარით რაღაცა რომელიც არის, ნახეთ რა სიტუაციაში, ანუ ძალიან ცუდ დღეში არის, ძალიან ნერვიულობს ეს ადამიანი და კი, შეიძლება თქვენ გიყურებს და საერთოდ ნერვი აღარ აქვს თქვენ მისი ლამაზის ყურებისას და ამიტომ მისი გული უფრო აჩუქდება და ეს ადამიანი ეთქოს რომ მე უნდა გამოვჩდე. კი. აქ რაღაცა ძალიან დიდი სიხარული გაქვთ, იმიტომ რომ სიტუაცია იყო ნახეთ, აი ჩაკე რაღაც ძალიან დაძაბული იყო. აი შეიძლება თქვენ დაუშვოთ თქვით რომ მორჩა რა. ანუ მირჩევნია მარტო ვიყო, ვიდრე სულ მქონდეს რაღაცა ესეთი დაძაბულებები და სუჭყუბი და სულ რაღაცა ესენი არ მინდა უკვე რა აღარავის არ შემოუშვებ მე ჩემს სივრცეში ნახეთ მირჩევნია ჩემთან ვიყო მაგრამ აი აქ რაღაცა დასრულდება თქვენი აი ესეთი მდგომარეობა გამოდიხართ ამ სიტუაციიდან იმიტომ რომ აქ მაღალი ძალები ერთობენ გეუბნებიან მორჩა უკვე დასრულდა შენი ესეთი ნერვიულობები და ყველა ვარიანტში აი აქ რაღაც ახალი გზები იხსნება გეუბნებით მოდის თქვენთან რაღაცა უესწრეთ ადამიანი, ვისთანაც ხო გეუბნებით არ გქონდათ რაღაცა ურთიერთობა, შეიძლება დახურული სიტუაცია იყო, შეიძლება რაღაცა დაასრულეთ თქვენ ამ ადამიანთან, ყველა გაკვეთილები, ყველაფერი და აი აქ მაგრამ როგორი მომენტი არის, იცით, ტყობა ეს ადამიანი ვერ გიშვებთ თქვენ. თქვენ თუ შეიძლება გაუშვეთ და ის არ გიშვებთ თქვენ. დაბრუნება, აქ შეიძლება ქმარი დაუბრუნდეს ვიღაცას გოგოებო და გექნებათ საუბარი, ან ნუ თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი. აი ასეთი მოკლე გავაკეთე დღეს, ცხელა ძალიან, ამიტომ მეც ახლა უბრალოდ მინდოდა მომეწოდებია თქვენთვის ინფორმაცია და მე როგორც ყოველთვის გისურვებ თქვენ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.